მინდა გაგაცნოთ ძალიან კარგი პლატფორმა, სადაც შესაძლებელია სხვა ინტერაქტიული კონტენტისა და გეიმიფიცირებული რესურსების მომზადება. დღეს კონკრეტულად შევისწავლით, როგორ შეიძლება მომზადდეს ამ პლატფორმაზე კროსვორდი. სხვა ვიდეოების დახმარებით უკვე შემდეგში გასწავლით, როგორ შეიძლება აქ სხვადასხვა ინტერაქტიული რესურსების მომზადება თქვენი მოსწავლეებისთვის. შემდეგ რაც რეგისტრაციას გაივლით და რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა სტანდარტული პროცედურების გავლა, შეგვიძლია წერება მაღლა დალოგინება, დააწყაბუნებთ მასზე და გაივლით ჩვეულებრივ Google account-ის დახმარებით ძალიან მარტივად შეგიძლიათ შეუცვალოთ თქვენთვის სასურველ ენაზე გადაიყვანოთ პლატფორმა, აირჩიოთ ის ენა, რომელიც თქვენ გაწყობთ. ქართული არ არის, რუსული, ფრანგული, გერმანული და ასე შემდეგ სხვა ენები კი გახლავთ. მას შემდეგ რაც რეგისტრაციას გაივლით, შეგრძანდებით მთავარ გვერდზე, ინტერაქტზე, ამ პლატფორმის ბმულს მე ვიდეოს აღწერილობაში დავტოვებ და შემდეგ მოძებნით ამ პროდუქტებიდან კონკრეტულად კროსვორდის შექმნას, დააწყაბუნებთ მასზე და თქვენ შემდეგ უკვე შეგიძლიათ შექმნათ თქვენთვის სასურველი პლატფორმა. შეგიძლიათ გამოიყენოთ არსებული შაბლონები და მის დახმარებით დროის დაზოგვით შექმნათ კროსვორდი, შეგიძლიათ აირჩიოთ ცარიელი შაბლონი და იმის მიხედვით აწყოთ თქვენი რესურსი. დღეს მოდით ავირჩიოთ ესეთი ცარიელი შაბლონი, რომ ყველა ფუნქცია გავიაროთ, როგორ შეიძლება მოვამზადოთ ამ პლატფორმაზე ძალიან კარგი რესურსები. ასღაც შორის ეს მხოლოდ კროსვორდის შესაქმნელი არ არის, რომ ისწრებთ და შეასრულოთ, შესაძლებელია უკავშირის მიღებაც, შესაძლებელია ნახვა, ვინ როგორ შეასრულა, რამდენად სწრაფად შეასრულა, რამდენი შეცდომა დაუშვა და ასე შემდეგ და მოსწავლეებისაც უკავშირის მიცემაც. დღეს ამ ვიდეოში მხოლოდ კროსვორდის შექმნას ვისწავლით, ხოლო თუ როგორ არის შესაძლებელი კროსვორდში რაღაცა გეიმიფიკაციის ან რეიტინგის შეტანა და შეჯიბრები თოპის ხასიათის მიცემა და მოსწავლეებთან გაზიარება უკვე სხვა ვიდეოში ჩავწერ და იმის მიხედვით გასწავლით. მას შევედი მთავარ გვერდზე, პროდუქტებიდან ავირჩიე კროსვორდის შექმნა და მოვძებნე ცარიელი შაბლონი, დავაწყაბუნე მასზე და აქ უკვე ვაწყაბუნება გამოიყენე ეს შაბლონი, თარგი, ვაწყაბუნება ამ თარგზე, რა თქმა უნდა ირჩევთ რა პლატფორმისთვის გქონდეთ, კომპიუტერისთვის თუ სმარტფონისთვის და იმასაც დააწყაბუნებთ და შემდეგ ეს შაბლონის გამოყენება. ჩაიტვირთება ახლა ეს გვერდი და დავიწყებთ ძალიან სწრაფად და მარტივად ჩვენი კროსვორდის შექმნას. ხედავთ, რომ გამოვიდა უკვე რაღაც ცხრილი, რომლის რედაქტირებაც შეგვიძლია და ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ, ხედავთ, რომ ჩვენი კროსვორდი არის თეთრ ფონზე, ჩვენ შეგვიძლია რომ გამჭვირვალობა შევცვალოთ და ასევე ფონი, ხედავთ, რომ თეთრი ფონია და ბექგრაუნდის სურათით შევცვალოთ, ამ აპლოდის საშუალებით აწყაბუნებთ მასზე. მე უკვე აქ ტვირთული მაქვს რაღაც სურათი, მოძებნილი მაქვს დაატვირთული. თქვენ როდესაც თქვენი ბიბლიოთეკა ცარიელი იქნება პირველ ჯერზე, ამ აპლოდ ღილაკის დახმარებით თქვენი კომპიუტერიდან სასურველ სურათს ატვირთავთ ფონის დასაყენებლად. მე ახლა მხოლოდ მოვნიშნავ ამას და დავეთანხმები, რომ შეიცვალოს სურათი. ხედავთ, რომ ფონი შეიცვალა.
და ვაგრძელებ ჩემი ასე ვთქვათ პროექტის კროსვორდის ცვლილებას დაფორმატებას. მე შემიძლია შევცვალო ფერი, თემის ფერი და რაღაცა სხვა ფერზე გადავიყვანო. ნახოთ, აი ფერი. კი ბატონო, ასევე შემიძლია მე შევცვალო შრიფტები, რაღაც უფრო გამომსხვილო, შემიძლია ჩავართო, ასევე შემიძლია რომ თითოეული სწორები გერის აკრეფისას ფერი შეეცვალოს და სასურველი ფერი დაედოს, თუ სწორად წერს მაგალითად მწვანე ფერზე გადავიყვანოთ და მის მოსწავლის მიერ დაწერილი ბგერები გამოჩნდება მწვანე ფერში. ესეც შესაძლებელია. ასევე მხოლოდ დავუშვათ ამ შემთხვევაში ჩვენ მთლიან სიტყვა მომნიშნეთ, სწორი სიტყვა შეგვიძლია სათითაო ბგერა მომნიშნოთ და სწორად დაწერილი ბგერა გამწვანდეს, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული როგორ გაკეთებთ. თუ გინდათ რომ სათითაო ბგერის მიხედვით მივხვდეს მოსწავლე, ასე ბგერის მიხედვით მივხვდეს მოსწავლე რომ სწორად წერს, მაშინ პირველიც უნდა მონიშნოთ და მეორესაც თუ მომნიშნოთ, საბოლოო სიტყვა, როდესაც უკვე დაიწერება, თუ სწორად იქნება გამწვანდება. შემდეგ გავაგრძელოთ, შეგვიძლია ჩავრთოთ დრო და მივუთითოთ რამდენ დროში შეასრულებს მოსწავლე დავალებას. ეს არის კლასიკური ტაიმერი, ანუ საწყისიდან იწყებს ათვლას, ანუ ათვლა დავაწყებინოთ. შემიძლია მოვთხოვო მოსწავლეს ფორმის შევსება და ჩემი სურვილისამებრ მოვაწყო ეს ფორმა. აქ ხედავთ რომ ეთხოვს სახელს, ემეილი შემიძლია გავუთიშო და ვთხოვო მოსწავლეს რომ სახელი და გვარი დაწეროს. ხედავთ რომ first name, last name, ასევე მე შემიძლია რაღაცა ლოგოს სურათი ამისიც ავტვირთო, მაგალითად აი ეს თქვენ შეგიძლიათ კომპიუტერიდან ატვირთოთ, მე ატვირთული მაქვს და დავამატებ ფორმას რაღაცა სახელი ქართულად დაარქვათ, ფორმა. თხოვოთ შევსება. და თუ კიდევ რაიმე დამატებით გინდათ რომ დაწეროთ, მაშინ აი აქ რაღაც შენიშვნას დავამატებთ და შეინახავთ, როდესაც რედაქტირებას დაასრულებთ. ეს საჭირო იმისთვის, რომ შემდეგ მოსწავლეების პასუხი მიიღოთ და უკავშირიც დაუბრუნოთ. შეინახეთ. ახლა დავიწყოთ თვითონ აი აქ ამ ფორმის კროსვორდის რედაქტირება, დავაწყებინოთ ამ edit relax და აქ უკვე ჩვენ შეგვიძლია რომ ჩავწეროთ ჩვენთვის სასურველი კითხვები და სიტყვები. მარჯვენა მხარეს იწერება ასახსნელი კითხვები, განმარტებები, მარცხენა მხარეს სწორი პასუხები. მაგალითად ლიტერატურული ნაწარმოების სტრუქტურას რა ეწოდება და დავწეროთ ეს კითხვა, რა ეწოდება ლიტერატურული ნაწარმოების სტრუქტურას. შემდეგ იყოს ერთი კითხვა, შეიძლება იყოს რითმიანი, რითმო, თავისუფალი და ესეც დავწეროთ. შემდეგ ორი კითხვაც რამე დავამატოთ. დავუშვათ წარწერა საფლავის ქვაზე. საფლავის ქვაზე და ერთი კითხვაც დავწეროთ რაღაც ადამიანის ცხოვრების აღწერა მაგალითად და
ასე თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ თქვენ უსასრულოდ რაოდენობის კითხვა და პასუხიც გნებავთ ამ ღილაკზე დაწყებუნებით და წაშლა ამ სამაგე ორმოდან ხდება. ლიტერატურული ნაწარმოების სტრუქტურას ეწოდება კონსტრუქცია. შეიძლება იყოს რითმენური თავისუფალი ლექსი. წერტილის საფლავის კვაზე არის ეპიფანია. ადამიანის ცხოვრების აღწერას ეწოდება ბიოგრაფია. მორჩა შევინახეთ. ხედავთ რომ აქ შესრულების შემდეგ რა გამოვა ის ჩანს და სურათი შემიძლია სურათის შეცვლაც და წარწერის შეცვლაც აქ მაგალითად დავწერთ გილოცავთ და აქ რაღაცა აღწერილობა თქვენ წარმატებით დავალებას შემიძლია შევცვალო ეს სურათიც მაგალითად ეს და მორჩა იგილოცავ თქვენ წარმატებით გაერთეთ თავი დავალებას სურათი და სერფელაქს დავაწყებუნებ შემიძლია შევხედო როგორ გამოიყურება გამოქვეყნებამდე ჩემი კროსვორდი წინასწარი ნახვის რეჟიმში ვნახოთ ჯერ არავის არ შეუსრულებია დროც განმავლებულია ასე გამოიყურება კითხვები ჰორიზონტალურად ვერტიკალურად პროექტს დავარქვათ სახელი ლიტერატურული ვიქტორინა და უკვე შემიძლია გამოვაქვეყნო შევხედოთ რა მოხდება გამოქვეყნების ღილაკზე დაწყებუნებით თქვენ გეძლევათ ბმული რომელიც შეგიძლიათ დააკოპიროთ და გააზიაროთ სადაც გნებავთ თქვენ შეგიძლიათ დააკონვერტიროთ PDF-ში ჩამოტვირთოთ თქვენი კროსვორდი ამობეჭდოთ და ბავშვებს მატერიალური სახით შეუტანოთ თქვენ შეგიძლიათ თქვენს ბლოგზე საიტზე მისი ჩაშენება შეგიძლიათ QR კოდით მისი გაზიარება ან თქვენი სამუშაო ჯგუფებში გაზიარება Facebook-ზე გაზიარება მოკლედ როგორ ხდება მოსწავლის მიერ დავალების შესრულება როგორ ხდება შემდეგ მასწავლებლის მიერ ბავშვების ნამუშევრების შემოწმება ამას შემდეგ ვიდეოში ვისწავლით იმედია მოგეწონათ გამოვიყენებთ წარმატებას გისურვებთ